ბათუმიდან ისევ თბილისში ვბრუნდებით და ჩვენ პრიორიტეტის შეკითხვებს უპასუხებს გაერთიანებული დემოკრატების წევრი გიგლა ბარამიძე. მოგესალმებით ბატონო გიგლა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონო გიგლა, თქვენ მოისმინეთ პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება, როგორც ჩანს, არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს. როგორია თქვენი პოლიტიკური შეფასება? მოგესალმებით. მაკა უპირველეს ყოვლისა მინდა მიულოცო დღევანდელი დღე ჩვენს უსაყვარლეს დედებს. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ისინი ბედნიერება და ჯანმრთელობა და იცოდეთ რომ თქვენ ახართ ყველაფერი და მე თქვენ შემდეგაა დანარჩენი. მათ შორის შეიძლება ითქვას პოლიტიკაც კი. ეხლა ჩამოვიდეთ მიწაზე ხომ პროზაზე. რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას, თვითონ სტილისტიკითაც და საერთოდაც აქცენტების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო განცხადება იყო და მე თუ მკითხავთ, სწორად იყო დასმული იქ მიმართულებები, მაგრამ განცხადება იყო ნაგვიანები, იმიტომ რომ მსგავსი განცხადებები და აქედან გამოსული ქმედებები ქართულ ოცნებას, ამ საკმაოდ ეკლექტურ გაერთიანებას ბევრად უფრო ადრე უნდა გაეკეთებინა და საერთოდ ჩვენ ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ, 2 წლის წინ ვამბობდით ყველაფერ იმაზე, რაც დღეს ხდება, ყველა მიმართულებით და ძალიან კარგი იქნებოდა რომ დაეჯერა ჩვენთვის, ჩაგჭირდებოდნენ ჩვენ და მიმართულებებს უფრო სწორს მივცემდით. რაც შეეხება კონკრეტიკას, იცით, მე არ მინდა ეს ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას ქართულ ოცნებაში არსებულს დაუკავშირო ბატონი გოგი თოფაძისას და თავდაცვის მინისტრისას. თუმცა ამავე დროს მინდა მე ვთქვა რომ ვინ ეთანხმება თუ არ ეთანხმება ბატონ ჩემს წინა გამომსვლელს ორატორს ბატონ თოფაძეს ყველას აქვს უფლება თავისი მოსაზრებების გამოთქმის და მათ შორის ბატონ გოგისაც ჰქონდა თავისი მოსაზრებების გამოთქმის უფლება და ამავე დროს თუ გამოთქმის უფლება აქვს მას და ნებისმიერს ამ გამოთქმის უფლების აკრძალვა არავის არ აქვს მათ შორის ისეთ პოლიტიკურ გაერთიანებას და ძალას როგორც რესპუბლიკელები არიან, რომლებიც უკვე გადავიდნენ სრულიად სხვა რეჟიმში და არის ესეთი ცნობილი ფრაზა ერთ-ერთი მეფის ლუდოვიკო მეფის მიერ ნათქვამი სახელმწიფო ეს მე ვარო, მათ უკვე თავი მიაჩნიათ ასეთად. ისინი უკვე სტერეოტიპებსაც კი აყალიბებენ და მიმართულებებსაც რა უნდა თქვან, ვინ რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოიქცეს, ვინ რა მიმართულებითაა და როგორი მიმართულებით არის. და საერთოდ სასაცილოც კი არის, ესე იგი, ლამის გეოპოლიტიკური არჩევანის წარმომადგენლებად მოგვევლინონ ისინი ჩვენ და ამ გადმოსახედიდან გვესაუბრებიან. ეს არის ჩვეულებრივი აღება ინდულგენციის და იმუნიტეტის, რომ ყველა მიმართულებით, ყველა ნებისმიერი ამ მცირე პოლიტიკური ძალის ქმედება იყოს გამართლებული ვიღაცის თვალში. თუმცა ეს ასე არ არის, არის საოცრად გაუგებარი, ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი, რაც ისი დასტურიც არის, არა ჩემი სიტყვები, არა დღევანდელი ჩემი ნათქვამი, არამედ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება ასეთი ქმედებებისა და გამონათქვამების მიმართ, შემდეგ დანარჩენს მერეც გეტყვით. ბატონო გიგლა, ბოლო დროს უფრო და უფრო ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ქართული ოცნება უნდა დაიშალოს და ყოველგვარი კოალიციის გარეშე უნდა გამოვიდეს არჩევნებზე. თუნდაც გოგი თოფაძე ამბობს ამას, ასევე დეპუტატი თამაზ მეჭეაური, ექსპერტი გია ხუხაშვილი და კიდევ სხვები. რა სიტყვით თქვენ? ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რას ამბობს კოალიცია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რას ფიქრობს საზოგადოებას ძირითადი ნაწილი ქართველიერი და ჩვენი პოლიტიკური ძალა. ჩვენ ვიმეორებთ, ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვამბობდით, რომ ეს არის ამორფული გაერთიანება, რომელთაც აკავშირებთ არა პრინციპები, არა სახელმწიფოებრივი ხედვა, არამედ არაეროვნული პოზიციები მთელი რიგი საკითხების მიმართ, თუმცა გამონაკლისებიც არის. არამედ ერთი რამ იყვნენ ახლოს მზესთან. ეს სიმბოლური ნათქვამი გულისხმობ, რა თქმა უნდა, კოალიციის ყოფილ ლიდერს, არაფორმალ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ერთადერთი დაპირისპირება არის მხოლოდ ამ მიმართულებით. ეხლა როდესაც ისინი საუბრობენ, აქეთ და გვეუბნებიან, აქეთ ჭკუას ის გვასწავლიან, ისევ რესპუბლიკელებს გულისხმობ, რომ ჩვენ კი ვართ აბსოლუტურად განსხვავებული პრინციპების ხალხი, მაგრამ იმ შავი ჭირის წინა ხელისუფლებას გულისხმობენ მოსაცილებლად გავერთიანდითო. გასაგებია ბატონო, მაგრამ ჯერ ერთია ის თუ შავი ჭირი იყო და სისტემური დანაშაული იყო, ვინ გიშლიდათ, რომ ეს ოფიციალურად გაგეფორმებინათ. მაგრამ ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ხომ აღარ არის ხელისუფლებაში, წინა ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობა. ეხლა რა გიშლით ხელს, რომ ცალკე გამოხვიდეთ და ცალკე იყაროთ კენჭი, მაგრამ
თამასას ქვევითაა თითოეული მათთაგანის პოლიტიკური პროცენტული გამოსახულება პოლიტიკური კაპიტალის და ბუნებრივია ისინი კიდევ რაღაც ეფემერულ სიმბოლოებს ამოფარებული იტყვიან რომ ამიტომ და არავითარ შემთხვევაში თუ კი მათ იქიდან კინწისყრით ვინმე არ გამოაგდებს და გულისხმობთ ვინ ისინი არ დატოვებენ კოალიციას არც ერთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ მე იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთეს რომ იქ მოხვედრილი იყვნენ და ეხლა 6 თვით ადრე არჩევნებამდე როგორ წარმოგიდგენიათ 1%-ის მქონე რომელიმე პარტია დატოვებს და წამოვა არა და ჩვენ პირიქით ვთავაზობთ თუ კი თქვენ ამბობდით რომ გაერთიანდით რაღაცის გამო მაგრამ ეხლა ის რაღაცა აღარ არსებობს გამოდით და იყარეთ კენჭი დამოუკიდებლად მოგბაძეთ ჩვენ თუმცა არ ამგონია ჩვენი 9%-იც კი აიღოთ რაც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიგლა რომ იყავით ჩვენთან ერთად და გაერთიანებული დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე პასუხობდა პრიორიტეტის შეკითხვებს და ჩვენ